გამარჯობა. ეს არის Nitecore ტენვადი შორს მანძილზე მომუშავე ფანარი MH40 Pro. აი ესეთი არის, რომლის გამოყენებაც ასევე შეგიძლიათ იარაღზე. მოკლედ ესე გამოიყურება, ეს ნაჭდავები საკმაოდ კარგია მოჭიდებისთვის და ეხლა რაც შეეხება აქსესუარებს, რაც მოყვება. პირველ რიგში ეს არის შალითა, რომელსაც აი ესეთ სამაგრიც აქვს, თუნდაც მოლზე, ქამარზე ან ჩვეულებრივად ჩანთაზე, ან მეტალის კლიპსა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თუნდაც კარაბინზე. ასევე მოყვება ინსტრუქცია, დისტანციური მართვის პულტი დავარქვათ, ასევე დამტენი Type-C და ასევე ქამარი დამატებითი, ასევე სამაჯურთან ერთად და ფხრიწები იმისთვის, რომ აი ეს ნაწილი დავამაგროთ, ან რა ვიცი, სამოსზე, ან იარაღზე, ან რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას მოკლედ. რაც შეეხება უკვე უშუალოდ დეტალებს, ეს არის ის, რომ მოკლედ ეს ფანარი იარაღზეც ხომ მუშაობს და ასევე შეუძლია მაქსიმუმ 1300 მეტრზე გაანათოს. ასევე მისი წონა ელემენტის გარეშე არის 270 გრამი, მაგრამ ელემენტის ჩათვლით 417 გრამი. გაჩვენებთ ახლა რა ზომა ელემენტი არის. ელემენტი მოყვება და მოთავსებული არის აი ამ ნაწილში, ნახეთ ამას ხსნით. და ელემენტი არის აქ. ეს არის ელემენტი, რომელიც მოყვება, ეს არის მოდელი და ეს ელემენტი არის 10000 მილიამპერიანი. მოკლედ ძალიან დიდი ელემენტი აქვს, პატარა რეჟიმზე მუშაობისას, რა ვიცი, ძალიან დიდ ხანს შეუძლია რომ გაცლოს, მაგალითად 62 საათი 62 საათი არის მაქსიმუმი კი, რაც შეუძლია რომ გაცლოს 62-65 საათი. მოკლედ ესეთია. განათების რეჟიმებზე რო გადავიდე, ერთი ნათურა აქვს ესეთი, თუმცა საკმაოდ მძლავრი. აქვს ორი ღილაკი, ერთი ეს არის რეჟიმების შესასვლელი, ეს ჩართვა გამორთვის. მოკლედ ერთი რეჟიმით ვრთავთ, ამით გადავდივართ, ხდება უფრო მძლავრი, კაფიო, თუმცა თუ დიდხანს დავაწვევით აი ამ ნაწილს, რეჟიმი შეიცვლის. კიდე დიდხანს დავაწვევით და უკვე სხვა რეჟიმი გახდება. თუ ესე განვაგრძობთ ხელის აგდაჭერას, მესამე რეჟიმი ჩაირთვება მოკლედ. მოკლედ მთლიანად რეჟიმების ჩართვა გამორთვა დამოკიდებული არის აი ამ ნაწილზე, თუმცა იარაღი რატო? მოკლედ ამ ფანრის იარაღივით კი არის პრინციპში საკმაოდ ისეთი კარგია. მოკლედ ამ ფანრის ჩართვა გამორთვაზე პასუხისმგებელი ეს ნაწილია, ხოლო რეჟიმების ცვლილებისთვის აი ეს. მოკლედ ამით ვრთავთ, დიდხანს ვაწვევით და მოუდი იცვლება. აი ესე ჩვეულებრივად სტანდარტული მოუდი. ესენი უკვე დამატებითი SOS და ასე შემდეგ. კარგი, ეხლა რას აკეთებს ეს პულტი? მთავარია რომ მოწყობილობა იყოს ჩართულ მდგომარეობაში ესე, ამის შემდეგ უკვე ეს იწყებს მუშაობას. ნახეთ, ეს არის ჩართვა გამორთვის. ოღონდ პირველ რიგში ეს ჩართული უნდა დავტოვოთ. შემდეგ ირთვება ესე მაგრად ჩაჭერით, მერე პატარა ჩაჭერებზე უკვე ჩვეულებრივად იცვლის მაგალითად სიმკვეთრეს. ასევე ეს ქვედა ღილაკიც ესე ცვლის. ერთი წამით. ხო. მოკლედ ესეთია. ეს პულტი საშუალებას გვაძლევს, რომ შორიდან მმართოთ ეს მოწყობილობა, ეს განათება ფანარი, ხოლო აი ეს ნაწილები უშუალოდ ფანართან შეხების შემთხვევაში გვეხმარება, რომ შევცვალოთ ან რეჟიმები, ან ჩავრთოთ, ან გამორთოთ. მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს ფანარი გამოიყენება როგორც იარაღზე, ასევე ჩვეულებრივად მოყვება დისტანციური პულტი, ანუ ეს ახლა მანძილი კი არის დაახლოებით რა ვიცი 2 მეტრს ალბათ არ უნდა გაცდეს, რომ იმუშაოს 2 მეტრიც ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ეს იდეაში იარაღისთვის არის, თუმცა აი ყველაზე გრძელი იარაღი რო წარმოიდგინოთ, მისთვის ძალიან ჩვეულებრივად იმუშავებს და გვეხმარება იმაში, რომ არა კაბელი იყოს გადაჭიმული იარაღზე, არამედ უბრალოდ აი ეს პულტი, რომელსაც ესე დისტანციურად მართავთ. აი ამის საშუალებით. ეს გავთიშავთ და მოკლედ სულ ეს არის ამასთან დაკავშირებით. ხო, დამუხტვაც დამოვიწყდა, მე თქვა დამუხტვა ხდება თვითონ ელემენტზე. ელემენტს აქვს ესეთი დასამუხტი.
გავჩვენებთ ახლა, აი აქ. ამ შემთხვევაში აქ შეგვიძლია რომ ელემენტი დავმოხდოთ, აი ესეთი types-ი შესაერთებელი აქვს. ეს ქვემოთ თავსდება. ესა და უკვე ეს ფანარი მზად არის. თუ რამე კითხვა გექნებათ ფანერთან დაკავშირებით, ან რომელიმე სხვა ფანერთან დაკავშირებით, მითხარით და აუცილებლად ვეცდებით დაგეხმაროთ. მადლობა.